მოგესალმებით, ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია ურშა ცურვას სწავლობს. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ. დღევანდელი ზღაპრის ავტორი არის პედაგოგი, ფილოლოგი ლალია ფციაური. თემები ამ ზღაპარში არის შიში, გაუბედაობა და შიშის გადალახვა. ურშა ტურიკო ურშა ცურვას სწავლობს. ზაფხულის არდადეგებზე ერთ დღეს მშობლებმა ურშა და მისი დაძმა ბებოსთან წაიყვანეს და სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით იქ დატოვეს. ტურიკოებს ძალიან უყვარდათ ბებოსთან ყოფნა. ბებოს სახლიც და ტკისეს ნაწილიც თავისი ბინადრებიანად ძალიან მოსწონდათ და სიხარულით ცას ეწივნენ. როგორც კი ბებომ თავისებურად, გემრიელად და აპურად და დესერტად საყვარელი ნუგბარიც ჩამოურიგათ, ყველანი თავპირის მტვრევით გაცვიდნენ გარეთ. სულ მალე უკვე მეზობელ პატარებთან ერთად თამაშობდნენ. შუადღემ შეუმჩნევლად მოაწია. ჩამოცხა. ტყეში ჩიტებიც კი გაირინდნენ და ფოთლებმა შრიალს უკლეს. პატარებს მდინარესთან წყალი ჰქონდათ დაგუბებული, საჭკუმპალაოდ და იქით გაიქცნენ. ყურშა დანარჩენებს წყალში არ ჩახყოლია. ერთი დიდი ხის ძირში წამოყუნწდა და იქიდან დაუწყო მათ ყურება. მდინარე ძალიან დიდი მოეჩვენა. ამხელა წყალი ადრე არ ენახა და მისმა სიახლოვემ შეაკრთო. აქ კი ხის მოალერსე შრიალსა და სიგრილეში თავს უსაფრთხოდ და კარგად გრძნობდა. იჯდა და არე-მარეს ათვალიერებდა. ალბათ ეს არის სოფელი, დაასკვნა ტურიკო. დედა და მამა რომ გვიკითხავენ ხოლმე იმ ამბებში, ხომ ბავშვები ბებიასთან სოფელში მიდიან. იმ სოფლებში კი მდინარე და ასეთი რამეებია აღწერილი. თან იმ წიგნებში ბავშვები ყოველთვის კარგად ერთობიან. როგორც ვხედავ, აქაც კი ყველა კარგად ერთობა. მაგრამ მე რო წყლის მეშინია, ამხელა მდინარის დანახვაზე ყურები მიკანკალებს. ჯობია ისევ აქედან ვუყურო სხვებს. ჰეი, ყურშა, როდემდე უნდა იჯდე მაგ ხის ძირში? მალე ჩამოდი რა. ამოსძახა წყლიდან წუწუნამ. ყურშამ უარის ნიშნად თავი გააქნია. ჩამოდი, სანამ წყალი გათბებოდეს. იცი რა კარგია? გამოხედა ბუსამაც. არ მინდა. ყურშამ ხის ჩრდილში უფრო ზევით აინაცვლა. კარგი, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე, მერე ინანებ. გამოსძახა უფროსმა ძმამ და წყალში ჩაყურყუმალებდა. მერე უცბად ამოხტა და თათები მაღლა აიქნია. წყლის შხეფები გარშემო შადრევანივით გაიფრქვა. დანარჩენებმა ცხელად იგივე გაიმეორეს. პატარების სიცილმა და წუწუნას წიოკმა იქაურობა გააყრუა. ტურიკო ყურშა მათ ხის ძირში ქოლგასავით გაფენილი ჩრდილიდან უყურებდა და გულში ფიქრობდა. მეც მინდა ასე გართობა. მათ გონიათ ჩრდილში ჯდომა მირჩევნია. მე კი მათთან ერთად წუწაობა მინდა. ეგაა რომ ის დიდი მდინარე მაშინებს. თვითონაც არ ვიცი რატო. ურშას გაახსენდა, რომ ყოველთვის როცა უცხო რამეს წააწყდებოდა, გამბედაობას იჩენდა და ინტერესით ეშვებოდა ახალ თავგადასავლებში. საბოლოოდაც ყოველთვის კმაყოფილი რჩებოდა. ახლა კი რაო?
როგორ უთხრა ბუსამ? ხო, მერე ინანებო, მერე კი არა ახლაც ნანობს, რომ სხვებთან ერთად ვერ ერთობა და მხატვარივით შორიდან აკვირდება მათ მხიარულებას. მაგრამ როგორ მოიქცეს? რამე გამოსავალი ხომ უნდა იყოს? თავარია კარგად დავფიქრდე, უთხრა ბოლოს საკუთარ თავს. ცხადია, რომ ასე არ შეიძლება და მის წინ გადაშლილ სურათს უფრო დაკვირვებით დააცქერდა. კაცმა რო თქვას, მდინარე, რომელმაც ასე შეაშინა, თავისთვის იყო. პატარები კი ცალკე დაგუბებულ წყალში ჭყუმპალაობდნენ. სადაც დიდი მდინარე, რა საშიშიც გინდა ყოფილიყო, ვერაფერს დაუშავებდათ. მას თვითონ რატომ იჯდა ასე ჩრდილში მიკუნჭული და მხიარულებას რატომ აკლდებოდა? თანაც ეს ადგილი მისი მდელო ხომ არ იყო. საჭყუმპალაო ყოველ დილით ისევ იქ დახვედროდა. მალე დედა და მამა აქედან წაიყვანდნენ და ახლანდელი გაუბედაობა მართლა სანანებელი გაუხდებოდა. ან გაუბედაობა როდიდან გახდა მისი თვისება? ვერაფერი გავიგე. ხმამაღლა უპასუხა თავის ფიქრებს ყურშა. კარგად მახსოვს, შიშარა არასდროს ყოფილ ვარ. ეტყობა რაღაც არასწორად წარმოვიდგინე. ეს შიშიც არასწორია. ჩემთვის უცხო რაღაცამ შემაშინა. სინამდვილეში კი კარგად რომ შეხედავ, არაფერს მერჩის. თავარია სანამ ცურვას არ ვისწავლი, დიდ წყალში არ შევიდე. ეს გუბურა საშიში აშკარად არაა. ხო და ავდგები და ახლავე შეუერთდები საერთო მხიარულებას. აქ შეყუჟული როდემდე უნდა ვიჯდე. ყურშა ადგა და გუბურისკენ გაიქცა. სადაც სხვა ბავშვები მთელი გულით ერთობოდნენ. მაგრამ წყალს რომ მიუახლოვდა, თვალები დახუჭა და შიგ ისე შედგა ფუნდა. უცბად სიღრმეში აღმოჩნდა და იგრძნო, რომ უფრო იძირებოდა. მიშველეთ დაიძახა შეშინებულმა ტურიკომ და ზედაპირზე ამოსასვლელად გაიბრძოლა. ერთი მცდელობა, ორი უშედეგოდ. მესამედ აუცილებლად გამომივა, თქვა გულში, ფსკერს ფეხები ღონივრად დაჰკრა და მართლაც მაღლა წამოვიდა. ცხვირი წყლის ზემოთაც კი ამოყო, რომ დარწმუნდა შემძლებიაო, თათები უფრო გამალებით აამუშავა. ყურები გაიქნია და იგრძნო, რომ ცოტაზე გაცურდა. ყურები როგორ დამავიწყდა, ყურები მიშველის. თათებს ყურებიც მიაშველა და იქამდე იქნია ნიჩბებივით, სანამ ზედაპირზე არ ამოვიდა. სამშვიდობოს რომ გააღწია და ნაპირთან მიცურდა, მეგობრებიც იქ დახვდნენ. მიეშველნენ ნაპირზე გამოიყვანეს და გარს შემოეხვივნენ. თურმე ყურშა რომ წყლისკენ თვალდახუჭული მირბოდა, საჭყუმპალაოს ასცდა და მის გვერდით დამდგარ წყალში აღმოჩნდა, რომელსაც ალაგ-ალაგ ფსკერი ღრმა ჰქონდა და თუ კარგად ცურვა არ იცოდი, საშიშით შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ პატარები იქ არ ჩადიოდნენ. ამჯერად გაგიმართლა, მაგრამ შემდეგში ასე აღარ გარისკო, უთხრა მასზე ცოტა უფროსმა ლომის ბოკვერმა. აქაურობას კარგად რომ იცნობდა და დაკვირვებითაც ეკიდებოდა ყველაფერს. მადლობა მეგობრებო, ამის მერე უფრო ფრთხილად ვიქნები. შესცინა უკვე დამშვიდებულმა ყურშამ გარშემოხვეულ ცხოველებს. ახლა კი მგონი მზად ვარ საჭყუმპალაოში შემოგიერთდეთ. შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, ცურვაც კარგად გამოგივა. გამამხნებლად დაჰკრა მხარზე თათი ბუსამ. ხვალ ვცდი, მართლა ფიქრობ, რომ კარგად გამომივა? გამოგივა, შესძახეს აქეთ იქიდან. ჩვენ უკვე ყველამ ვისწავლეთ, თავარია მოინდომა. და ყურადღებით იყო, დაამატა ისევ იმ ლომის ბოკვერმა. ყურშაზე ცოტათი უფროსი რომ იყო.
ყურადღებით ვიქნები, დაჰპირდა ყურშა და თათი მადლიერებით ჩამოართვა. ახლა ვხვდები, რა შეცდომაც დაუშვი და ხვალ აღარ გავიმეორებ. ხო და ხვალიდან დავიწყოთ ცურვის სწავლაც, თქვა ბოკვერმა და წყალში გადაეშვა. აბა ახლა კი ყველა საჭყუმპალაოდ. მეორე დღეს დილიდან წავიდნენ მდინარეზე მეგობრები. წინა დღის შემთხვევის მერე ყველა ყურადღებით იყო. პატარების საჭყუმპალაოს არ გასცილებიან. ვინც სხვებზე უკეთ ცურავდა, ყოველი შემთხვევისთვის მაშველებად გაამწესეს, უფროსებს კი პატარებზე ეჭირათ თვალი. როცა მშობლებმა სახლში წასაყვანად მოაკითხეს, სამი პატარა ტურა უკვე დელფინივით ცურავდა. მარტო ცურვა კი არა, ჭკვიან ტურიკოებს სხვაც უამრავი რამე ესწავლათ, რაც კი რამ შეიძლებოდა. ყველაფერი მშვენივრად აეთვისებინათ და ახალი თავგადასავლებისთვისაც მზად იყვნენ. დედა და მამა უყურებდნენ და ეღიმებოდათ. მათი შვილები მარტო უფრო გაზრდილები და გაღონიერებულები კი არა, უფრო გაბედულები და ყოჩაღებიც გამხდარიყვნენ. გარუჯულები, შთაბეჭდილებებით სავსეები და ბედნიერები ბრუნდებოდნენ შინ. ასეთი იყო დღევანდელი ზღაპარი, რომელიც შიშზე, ამ შიშის დაძლევაზე, გაბედულებაზე, გონიერებაზე. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ზღაპარი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ.